მოგესალმებით, ვიწყებ ცოცხალი სესიის ჩაწერას. N25 GG პოკერი. ჩემი რეგულარული სამუშაო სესია, უბრალოდ ჩავიწერ, დავდებ YouTube-ზე, რო არ დავიკარგო, ისეთ არაფერ ვიდეოებს ჯერჯერობით ახლა არ ვაკეთებ და ჩემ სამუშაო სესიას ჩავიწერ მოკლედ. პატარა სესია იქნება 1-40 წუთი, იქნება ვეცები რომ ვითამაშო ყურადღებით, გუშინ დავისვენე. დღეს ცოტა თეორიაზე ვიმუშავე, უბრალოდ დასვენებას არ დავარქმევდი, უფრო თეორიაზე ვიმუშავე ბლომად რა. ძირითადად პრეფლოპ მოდელზე და რაც შეეხება შედეგებს, ერთი 10000 დარიგება არის უკვე რაც გადმოვჯექი იმაზე. ოპონენტი არის რეკრეაციული მოთამაშე აქ. 3 ტუზი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ 3 ტუზია, წავალ ფორბეტზე და შესაბამისად სტეკზე. ასეთი დონკბეთის მერე მე დავყრი, მაგრამ ოპონენტთან ჩეკი რომ მიღო, მე გავაკეთებდი პოტბეტს, იმიტომ რომ ტუზგული მქონდა. აქ ძალიან ხშირად იქნება ოპონენტთან რაღაცა შევა კაროლ ცხრიანი, შევა რაღაცა მსგავსი სამიანი მე თო მიჭირა 4-იანი შესაბამისად მაგიდის გაწყვილებას ნაკლებად ველოდები შესაბამისად ძალიან ოპტიმისტური იქნება ესეთ ფლოპზე სტეკზე თამაში რა. ანუ ფოლდეკვიტის გარეშე არ ვითამაშებდი მაგ ფლოპს და დავხედე რომ ჩეკი ყოფილიყო ოპონენტთან მე პოტბეტს გავაკეთებდი და სტეკზე ვითამაშებდი შესაბამისად ანუ ფოლდეკვიტის რეალიზებას და ეკვიტის რეალიზებას მოვახერხებდი, მაგრამ რაც შეეხება მხოლოდ ეკვიტის არ მგონია მანდ ისეთი კარგი ეკვიტი მქონდეს ოპონენტის ტრიბეტ კოლის მერე რომ მარტო ეკვიტიზე მიღირდეს წასვლა რა. ესეთი ხელი შემიძლია კოლი შევიყვანო ბატონზე, პოზიციაში ვარ. ბიგ ბლაინდზე აქ იგივე სიტუაცია, ანუ აქაც პოზიციაში ვარ და შეიძლება მეორე წყვილი დავიჭირი აქ თერნზე. ამ ხელს დავყრი სამიანის გამო. აქ უკვე value bet-ი მაქვს მე მგონი, აქ ჩეკი. რაც შეეხება შედეგებს, თავიდან ცოტა დავამინუსე, მე საბოლოოში 10000 დარიგება რაც თქვი, გავიყვანე პლუსში. მე რაღაცა ანალიზივით გავაკეთე, გადავხედე ჩემს ისტორიას რაღაცეებს, ცოტა პრეფლოპ მოდელზე ვიმუშავე თეორიაზე. ძალიან უხეში შეცდომები მაქვს, ძალიან ბევრი უხეში შეცდომა მაქვს დაშვებული. ზოგადად აი ძალიან ხშირად ვაპარავ ხოლმე ჩემს ვიდეოებში ზოგადად სტრატეგიის შესწავლის საკითხებზე და ასეთ რაღაცეებზე რა, მაგრამ აი ეს ფსიქოლოგიური მომენტი მაინც გადამწყვეტი არის რა. რაც შეეხება სტრატეგიას, სტრატეგია, რა თქმა უნდა, ბაზა, საბაზისო სტრატეგია უნდა იცოდე ადამიანმა, ანუ იდეალურად, აი ძალიან კარგად უნდა იცოდე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს არ არის ძნელი. ყველაზე ძნელი არის, რომ აი მომენტში იმ პატარა time bank-ი რო გაქვს, ანუ ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღო გადაწყვეტილებები და რაღაც სიტუაციაში არ დაუშვა რაღაცა აი ძალიან უხეში შეცდომა, რაღაც ზედმეტად ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, ქმედებები არ მიიღო რა. როგორც არის მაგალითად არა ის, რომ ამ სიტუაციაში მე დაუშვად კარგი შანსები მაქვს, არამედ ის, რომ ამ სიტუაციაში მე მინდა ძალიან მოგება რა. დაახლოებით აი მინდაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები რო არ მიიღო და ნამდვილად ლოგიკაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები მიიღო, ეგ არის აი ძალიან მთავარი რაღაცა. აი ამ ხელს რა უყოს მობლაინზე წარმოდგენა არ მაქვს, რავი, დავატრიბეთოთ მოდი ამ. არ მგონია ტრიბეთი ყოფილიყო ისე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში შევა სოლვერი ატრიბეთებდეს, არ გამიკვირდება. არ მახსოვს ნახდათ. ეს არ მოწოს ეს ხელი. ნუ ტრიბეთს მე ესეთი ფლოპი, სადაც 1/13 ალბათ იქნება range bet-ი. თერზე მომივიდა flash draw, თუმცა გაწყვილებულ ბორდზეა ეს flash draw და თან სტრიტებს უყურავს და რაღაცა და არ მგონია რომ დიდი აზრი ქონდეს აგრესიის გაგრძელებას, უბრალოდ დავყრი. აქ ისეთი ვარიანტია რომ რივერი რო გავფლეშო, შეიძლება ჩემთვის იყოს უარესი და full house-თან უბრალოდ უფრო მეტი წავაგო რა. ეგ არის და ეგ. ესეთი ბორდი, რავი, ნახევარი ბანკი მე მგონი იქნება მიდა შეწონილი. აქ 1/13 გაწყვილებულ ბორდებზე ძირითადად 1/13-ით ვითამაშოთ. ეგრე არის, ასე ვთქვათ, ესეთი რა, საბაზისო სტრატეგია.
ხო და ანუ რას გულისხმობდი იმაზე რა, ფსიქოლოგიაზე და იმაზე, რომ ანუ არ დაუშვა შეცდომები ადამიანმა, რომელიც ანუ შენი კომპეტენციის ქვემოთ არის რა. ანუ როცა შენ გაქვს კომპეტენცია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო რაღაც სიტუაციაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, იღებ არასწორ გადაწყვეტილებას. ესეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება პოკერში და თავარი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ეს არის რა. რაც შეეხება რაღაც სიტუაციაში კომპეტენციის არ ქონას, არ ცოდნას, მაგრამ ამ დარიგებიდან ვაფშე ამოვარდი ლაპარაკში. მეორე ბარელი აქ, მეორე ბარელი გავაკეთე. არ იყო საჭირო სავარაუდოდ. მოკლედ საბოლოო ჯამში ეგ დასვა გამომაქ რა. მაგის გამიდოდა რომ და რაც შეეხება სტრატეგიის შესწავლას, ეს რა თქმა უნდა იყოს. მოთამაშის თითქმის ყოველდღიური რუტინა რაღაც დონეზე მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა არის პრეფლოპი, ანუ პრეფლოპიდან თუ საჭირო ხელებით არ შეხვედი თამაშში, ხო? მე პოსტფლოპზე უკვე ისეთი გადაწყვეტილებების წინაშე დადგები, რომ ეგ გადაწყვეტილებებზე საერთოდ მსჯელობასაც კი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ პასუხი არის ხოლმე ის, რომ შენ არ უნდა ყოფილიყავი მაგ დარიგებაში და ხა რა იყო სწორი გადაწყვეტილება და რა არა, მე უკვე მსჯელობას აზრიც არ აქვს და პირიქით აი მაგ სიტუაციაში თუ კიდევ მსჯელობას დაიწყეთ და მაგ სიტუაციაში თუ კიდე ტვინის ჭრილტვას დაიწყებ, ეგ პირიქით უარესი ფუჭი დროის კარგვა იქნება იქიდან გამომდინარე, რომ პასუხი არის მარტივი, რომ შენ უბრალოდ არ უნდა ყოფილიყავი მაგ სიტუაციაში. ეგ არის ანუ სწორი თამაშის, ასე ვთქვათ, საიდუმლო. აქ ერთი შეხედვით ძალიან ძლიერი ხელი მქონდა ფლოპზე, მაგრამ რეიზი არ გავაკეთე, იმიტომ რომ მულტიპოტია და შესაბამისად აქ ფოლდი არავითარ შემთხვევაში არ მაქვს. მე მგონი, იმიტომ რომ პოტბეტსი აქ 33% მჭირდება equity და ვფიქრობ 33% აქ equity ყველა ვარიანტში მექნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფლეში თუ არ არის ნუ ძალიან მაგარი. ну, олини მივები ბანკს, სხვა გზა არ არის, უნდა ვითამაშო. არათუ 33 არამედ 41% მაქვს equity, ვნახოთ აბა რას დაგვიდებს. მე მგონი ჩვენი აუდია. ჩიპები მოვიგე. რაღაც ფრიროლის, რომელიდან ხანდახან ძალიან სასიამოვნო ბონუსები მერიცხება ხოლმე, პატარ-პატარა, მაგრამ შეიძლება ესე $17-18-დან რაღაც $80-მდე რაღაცები ჩამრიცხია ხოლმე რა. მაგ სიტუაციაში შეიძლება ეხა ვიღაცამ იფიქროს, რომ დაუშვათ აქ ფლოპზე კი არა და თერზე ოპონენტის ფსონის მერე მე შემეძლო რეიზის გაკეთება, მაგრამ რეიზი რო გამიკეთებინა, მან ორი ფაქტორი უნდა ყოფილიყო რა. ერთი იყო fold equity, ანუ უნდა მქონოდა იმედი რომ ოპონენტი დაყრიდა. ეს კვერცხი რომ ესროლეს, ეს ალბათ დაინახეთ, ხო? ეს GG პოკერის ის არის, ანუ ერთ-ერთი უცნაურობა, მაგრამ ნუ რავი, რეკრეაციულ მოთამაშეებს მოწონთ და მეც მივესალმები შესაბამისად. ესეთ კაროლებს small blind-ზე ვერც დავაფორბეთებ და ვერც დავკოლავ, ანუ cold call-ი, ტრიბეთის მერე cold call-ი საერთოდ თითქმის არა გვაქვს, არც ერთ პოზიციაში და ეს დაიმახსოვრეთ, აი ესეთ სიტუაციებში რეკრეაციულ მოთამაშეს ახლა ან თუნდაც დამწყებ რეგულარს, აი კაროლ ვალეთ ორიანი, მაგრამ კარგი ხელია ახლა, რეალურად კარგი ხელია, მაგრამ ტრიბეთის მერე ეს არ იქოლება, არც ფორბეთი არ არის და ნუ უბრალოდ დაყარო და ესეთი რაღაცა დაიმახსოვრეთ. ესეთი რაღაცები უნდა დაამუშავო ყველაფერი ტრენაჟორში უფასოდ, PLO Mastermind-ში და ამაზე ვერ გვისაუბრია. ხო და რეიზისთვის მჭირდებოდა 2-დან 1 fold equity. პირველი პოზიციიდან ეს ხელი შეიძლება არ იყოს რეიზი, მაგრამ აი ეხლა ვარეიზებ, იმიტომ რომ ვიდეოს წერდა, იმიტომ რომ ცოტა
არ გვაწყენს ცოტა action-ი, მაგრამ ზოგადად ესეთი ხელები ანუ single suited rundown-ები რა, rundown-ები ქვია ამას. რომლებსაც აქვს gap-ი, ანუ ნახრეთი. არც ისე კარგი ხელებია და გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. ჩემი რჩევა იქნებოდა ტრენაჟორში ისწავლეთ ეგეც და მე ყველაფერი რიგზე გიქნებათ. აი ხა ეგეთი ხელი მაგალითად პირველ პოზიციაზე როცა საეჭვოა არის რეიზი თუ არ არის რეიზი, ყოველთვის ფოლდია რა, რაც არ არის ცხადი რეიზი, всё, ფოლდია რა, მორჩა. ეს ეხება ანუ პირველ პოზიციას განსაკუთრებით და მეორე პოზიციას. 7 მაქსზე, ანუ პირველ მეორე პოზიცია ეს ორივე ძალიან ფრთხილი პოზიციებია. ნუ MP-დან უკვე რაღაცა შეიძლება ცოტა გააფართო range-ი, აი კატოფი ბატონი უფრო შედარებით თამამად თამაშობს. ნუ ბატონი თამამად თამაშობს, აი კატოფიც მეტნაკლებად. მithometes უკვე იმას უყურებს, რომ ბლაინდებზე ვინების ხედან რამდენად ღირს დაუშვათ, რამდენად დიდი fold equity-ა, რამდენად საინტერესო post-flop action-ი შეიძლება მოგცეს რაღაცა. ნუ ყოველთვის აი ესე უნდა იმჯელო, თუ ძალიან კარგი ფიშიზი, რა თქმა უნდა, შენი range-ი ცოტა უნდა გააფართო, თუ ძალიან ნიტი რეგულარების ხედან, რომელიც ყველაფერს ყრია, რა თქმა უნდა გააფართო შენი range-ი, მაგრამ თუ პირიქით აგრესიული რეგულარების ხედან, პირიქით უნდა შეავიწრო range-ი, ეგ არის და ეგ, ან რომელიც ხშირად ატრიბეთებენ, ხშირად რა გაგებით, ან რომლებსაც ხშირად მანიაკით შეიძლება გატრიბეთებდეს, მაგრამ გულისხმობ ხშირად ატრიბეთებას, ლოგიკურად ან სწორად გატრიბეთებენ რა. თუნდაც მანიაკი იყოს ხშირად ვინც გატრიბეთებს, ზოგადად მაგათ კარგი ძლიერი range-ებით უნდა შეუტიო. ხა მაგას დიდი გამოცნობა არ ჭირდება. მანიაკებთანაც ეგ არის გამოსავალი, პრეფლოპ range-ები შეავიწრო და სამაგიეროდ იმ ასე ვთქვათ ძლიერი range-ებით უკვე მე ითამაშო თამამად. ეხლა მომენტს მე მგონი არც ისე მაინდა-მაინც გადასარევ მაგიდებზე ვზივარ, მაგრამ აი ეხლა მაგიდების ზემნას იმას არ დავიწყებ. ან პრინციპში შევხედავ მოიცა. შევხედავ რამე კაი მაგიდა თუ არის სადაც ადგილია. ისეთი არაფერი არ ჩანს რა. ისეთი არაფერი არ ჩანს. დავანებოთ თავი. მოკლედ ორი რაღაცა. ჰოლდემში ხოდაშორის, ეხლა ჰოლდემში არის ძალიან ნიშნულოვანი პრეფლოპი, რომ პრეფლოპიდან ქონდეს დაწყებული თამაში ძლიერი ჰენდით, აი მაგალითად აი ესეთი ჰენდი ხო? კარო დამავალეთ 6-იანი, ეს მოგლეჯილი 6-იანი აქვს. აი ამ პოზიციიდან ადრია ესეთი ხელის და რეიზება ჩემი აზრით. მიუხედავად იმისა, რომ big blind-ზე ზის საინტერესო ოპონენტი არასრული სტეკია და აი სრული სტეკი რო ყოფილიყო, კიდე შეიძლება მეფიქრა რეიზზე, მაგრამ არასრულ სტეკის წინააღმდეგ არა. მაგრამ მეორეს მხრივ აი ხა ესეთ ჰენდში რო ტუზი ყოფილიყო, დაუშვეთ აი ის ანუ აი ვალეტისას ტუზი ყოფილიყო ხო სიტყვაზე. ეგ უეჭველი ან დამისაც სულ ერთი ანუ სამი ბროდოი კარდი მქონდა ხო? მაგ შემთხვევაში რეიზი იქნებოდა. ზოგადად ტუზი ძალიან მაგარი რაღაცაა ომაჰაში რა და ჰოლდემშიც. იმიტომ რომ ჯერ ერთი როცა ფლეშ დრო გაქვს დაუშვათ სუიტი და ისი როცა გაქვს რა. ნაც ფლეშებს აკეთებ და უფრო დაბალ ფლეშებს კარგად ახდევინებ. მაგრამ როცა სუიტი და ისი არ აქვს და უბრალოდ ტუზი გაქვს, ო ძალიან ხშირად შეიძლება ნაცის ბლოკერის როლი ითამაშოს და კარგი დაბლების ხელსაყრელი სიტუაცია მოგცეს ოპონენტებზე. და თუნდაც ის ფაქტი, რომ შენ უბრალოდ ხელში ტუზი გიჭირავს და ოპონენტებთან ტუზის და ტუზების და ზოგადად ძლიერი მაღალი ჰენდების შესაძლებლობა მცირდება. ეგ უკვე რაღაცა გარკვეულ fold equity-ს გაძლევს, რასაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი როლი აქვს და მოკლედ ტუზი ანუ ეს ალბათ ის არ არის ასე ვთქვათ ამერიკა არ აღმოვაჩინე ამ მომენტში, მაგრამ მაინც ერთით მეტჯერ რო თქვა ის რომ ტუზს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს open raise სპექტრებში, ეგ არ იქნებოდა ზედმეტი ჩემი აზრით. ხა ამ სიტუაციაში ვფიქრობ, მაქვს 9 აუტი სტრიტებზე. არა, 9 აუტი არ მაქვს, შეიძლება 8-იანიც მისტრიდავს, ხო აქ. მოდი დავქვალოთ რა. მიუხედავად იმისა, რომ flash draw board-ია, ძალიან ბევრი ნაცი შემეძლო გამეკეთებინა და
ასე ვერტოთ აი ამ სიტუაციაზე, სადაც გაჩოტი მაქვს და უბრალოდ გაჩოტი, კაი, დავედით. 10-10 რიან 4-იანი პოზიციაში მოდი დავყრი, არ მინდა. შეიძლება და ალბათ დაქოლო ამ პოზიციაში, მაგრამ მაინც არ იყო რა გადასარევი ხელი. მე ხა პრეფლოპ მოდელი ჯერჯერობით კარგად არ მაქვს დამუშავებული. არის რაღაცა სპოტები, რომლებიც დავამუშავე. ძირითადად აი open raise-ები კარგად დავამუშავე solver-ში. რაღაც 90-95 რაღაცა მსგავსი მაჩვენებლები მაქვს ძირითადად ყველა პოზიციიდან. ტრიბეტების წინააღმდეგ თამაშიც, ანუ 4-bets ვითამაშებ თუ calls, თუ folds, ანუ ეგეც მეტნაკლებად კარგად მაქვს თამაშები, მაგრამ ძალიან არც ისე კარგი შედეგები მაქვს, რაც ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს ჩემი აზრით თავისუფალ პოზიციებში. აი მაგალითად აი ბატონიდან, აქედან მოდის რეიზი და ბატონიდან რა უნდა ითამაშო open raise-ის წინააღმდეგ. თავისუფალი პოზიცია, თავისუფალი პოზიციის წინააღმდეგ. Big blind-ის დაცვაში არ მაქვს კარგი შედეგები. მაგებზე ვაპირებ თამაშს. თამაში რაღაცა და იმას. ვარჯიშს რა. და კიდე აი მესამემ რო უნდა დაქოლო რა. ორი, ანუ რეიზი ქოლი და მესამე რო ხარ. ან რეიზი ქოლი და big blind-ზე როზი ხარ, ხო? მაგ დროს აი ინტუიცია კარნახობს რომ უფრო ფართო რეინჯით შეხვიდე რა, იმიტომ რომ უფრო კარგი შანსები გაქვს რა, მსულთა მათემატიკურად. მაგრამ solver-ი გეუბნება რომ პირიქით უნდა დატაიდე რა. როგორც ტრიბეტის რეინჯებში, ანუ როგორც კვიზებში, ასევე იმეებში. cold call-ებში. და მაგერზე ჯერ საერთოდ დამიწყია მუშაობა, ჯერჯერობით უფრო ნაკლებად დინამიურ სიტუაციებს ვამუშავებ. ძალიან დიდი პრეფლოპია ომაჰაში, რა თქმა უნდა, ჰოლდემთან განსხვავებით. ჰოლდემში არის 1326 სასტარტო ხელი და ომაჰაში არის 270000 სასტარტო ხელი, ანუ მოხდებით რა ხელა განსხვავება. აქ მაქვს სტრიტი, ოღონდ მეორე ნაცი. ანუ 10-9-იან უკან ვარ. შესაბამისად, ფლეჟი როც მაქვს, რაც ასევე არ არის ძალიან ძლიერი და ანუ არ მინდა რომ ამ ხელის overplay გავაკეთო ხა. ფლოპზე რო გავსულიყავი, რეიზის დანახვა ძალიან არ მომეწონებოდა. შესაბამისად, ფლოპზე არ გავედი. ხა, ვფიქრობ რომ უკვე მაქვს value bet-ი ამდენი ჩეკების მიღების მერე და ნახოთ აბა რა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 7-იანი გაწყვილდა. ნუ ის მოხდა რაც თქვი, არ მინდოდა რეიზის დანახვა. ესეთ სიტუაციაში, როცა მულტიპოტია, როცა 7% 7% VIP ოპონენტი ესეთ ქმედებას გიკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ 30 დარიგებაა, მოდი პირველ პოზიციაზე ზედმეტი იქნება მის დარიგება. მიუხედავად იმისა, რომ ანუ ასე ვთქვათ, 30 დარიგებაა, ტენდენცია ჩანს, რომ ოპონენტი ძალიან ტაიტია. ესეთ სიტუაციებში არაფრის მოფიქრება, არაფრის, ანუ ისევ აი მაგას გულისხმობ რა, აი ემოციურად რაღაცა შენი ჰენდი არ უნდა შეგიყვარდეს და შენ ჰენდს არ უნდა გაყვე ყოველგვარი ლოგიკის თავის არიდების ხარჯზე რა. ეს მიუხედავად იმისა, რომ double suited hand-ია, იმდენი გეპები აქვს, pseudo rundown-ები ქვია ესეთ ჰენდებს რა, ძალიან ბევრი გეპები რო არის ხა, 4 გეპი რო. ესეც pseudo rundown-ია, რომელსაც არ დავიცავ big blind-ზე. Big blind-ზე ალბათ ჩვენ ბევრი არ გვილაპარაკია big blind-ის დაცვაზე. მაგრამ ალბათ ლოგიკურად ადვილი მისახვედრია, რომ ანუ პირველი პოზიციების წინააღმდეგ უფრო ტაიტად იცავს big blind-ი, ვიდრე გვიანი პოზიციების წინააღმდეგ. აჰა. აქ მაქვს გაჩოტი overpara. მივიღეთ ჩეკი ოპონენტისგან. რავი, მე მგონია რომ აქ მაქვს value bet-ი. თუმცა ისეთი არაფერი ხა გადასარევი. რაც ახლა მეორე ბარელს რახან ოპონენტი რეკრეაციული მოთამაშეა, მოდი მე გავაკეთებ აქ მეორე ბარელს. ეხლა რაღაცა ძალიან ჰოლდემის თამაში ვთამაშობ ეხლა აქ რა, ეს არ ვიცი ომაჰაში რამდენად გამართლებულია ესეთი პოსტლობის თამაში, მაგრამ ჰოლდემში რას ვაკეთებ ეს სიტუაციაში, ხო მეორე ბარელს ვაკეთებ და reverse check behind ვიღებ რა. და რავი, მოდი ომაჰაშიც გავაკეთებ იგივეს, რაც ვიცით, როგორც ვიცით, ისე ვითამაშოთ. არ გაამართლა ჰოლდემის გათამაშების ხაზმა ოპონენტმა. დამიქოლა და რივერი დამიდონკა. და რა დამიდონკა? ეხლა მინდა გაიგე რა დამიდონკა. კი, აცდა ბევრი რაღაცა, ფლეშ დროები აცდა, რაღაცეები აცდა, მაგრამ აი
4 კარტი რო უჭირავს ოპონენტს, აი ძალიან ადვილია რომ რაღაცა შემთხვევითი ორიანიან, დამაორიანიან რაღაც ეგეთი ეჭიროს რა. აგრესიული მაინდა-მაინც არ ჩანს ოპონენტი 12% აქვს პრეფლოპ რეიზი 2% ტრიპეთი და ძალიან ისეთი პასიური ოპონენტი ჩანს, რავი, მოდი დავყაროთ რა. ვერაფერს მოვიფიქრებ მან სამწუხაროდ. აქ რაღაც ნორმალური ხელი მაქვს, მაგრამ მულტიპოტში აქ აგრესიას არა აქვს ჩემი აზრით, არანაირი გამართლება. რავი. აი რეალურად სანაცე აუტი მარტო რიანი მაქვს აქ რა. შესაბამისად არ მინდა. ტრიფსით რავი გავაკეთებ სონს. ზოგადად ტრიფსები ისეთი ძლიერი და ისეთი შთამბეჭდავი ჰენდები არ არის ომაჰაში როგორც ჰოლდემში. უფრო ხშირად შარში ეხვევი ტრიფსით ვიდრე რამეს იგებ. უფრო კარგად თამაშობს ტრიფსები როგორც ბლეფკეჩერი, სხვათა შორის. ანუ ჩეკ-კოლის ის რო წაიყვანო, ჩეკ-კოლის ხაზი რო წაიყვანო ხოლმე ძალიან ეფექტურია ხოლმე ტრიფსები რაც დავამუღამე, იმიტომ რომ გაწყვილებულ ბორდებზე შეიძლება ოპონენტებმა რაღაცა მოიფიქრონ ბლოკერებით, რაღაცეებით. ვფიქრობ, რომ აქ ველიუბეთი უნდა მქონდეს, განსაკუთრებით აი 10-ანმა უნდა გადაიხადოს, თუ არის ხელზე, არას არ ამგონია, მაგრამ მოდი მაინც დიდი საიზიგით გავიდეთ, იმიტომ სხვა დიდად არ ამგონია რამემ გადაიხადოს და 10-ანის გარდა და შესაბამისად დიდი საიზიგით გავიდეთ რა. რანდაუნი, როცა რანდაუნი არის გეპის გარეშე, ეს ძალიან დიდ მნიშვნელობა, ანუ მაგას აი გეპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ეხლა აი 6-იანი სასაც 4-იანი რომ ჭეროდა, აქ ვაფშე ნაგავი იქნებოდა ეს ჰენდი რა. და ეხლა ეს არ არის ნაგავი, ეს კაი ჰენდია რა. ეგ თემა. თუმცა ნუ კაი ჰენდი რა ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი არ არის, მაგრამ ნუ კარგი ჰენდია შეიძლება ითქვას. ნუ გაჩოტი მაქვს, 3 აუტი მაქვს ნაცზე რა, არაფერი არ არის, მაგრამ მოპარვა ცადოთ რა. მაგისთვის საკმარისად ნორმალური ჰენდია. ზოგადად ფლოპი ისეთია, რომ მანდ დიდი ძლიერი ჰენდი არ გვჭირდება რა. კიდე აი იმას აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი. გეპი არის ზემოთ თუ ქვემოთ. ეხლა მაგალითად 9-ანის გეპი რო არის, ხო? ამას არ აუშვათ, მაგრამ აი ვალეტის გეპი რო იყოს და დაუშვათ 9-იანი, ვალეტისა და 9-იანი იდოს, ეს ბევრად უფრო ცუდი ჰენდი იქნებოდა. ეს არის ძალიან ძლიერი ხელი. როცა დაბლ სუიტი ტუზები გაქვს, ეს არის აი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელი, რაც შევაკავდეს ომაჰაში. განსაკუთრებით თუ ბროდვეი კარდები გაქვს, მაგალითად ტუზ დამა 10-იანი, ტუზ ვალეთ 10-იანი და რაღაც ეგეთები. 5-4-3-3 მე მგონი ითამაშებს გოლით აქ კატოფი ბატონი ის არის. დაბლ სუიტი ჰენდია, კარგად გადამული. სამი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი ხელია და ძალიან დაბალი ხელები ზოგადად ომაჰაში მაინდა-მაინც კარგი არ არის. საუბრობთ აქ ითამაშებდა რა. აი ესეთ მულტიპოტში მე ეხა დავქოლავ, იქიდან გამომდინარე რომ ვფიქრობ, რომ ისეთ ფლოპებს ვფარავ, რომელი ფლოპებიც ოპონენტებთან ნაკლებად იქნება რა, დაბალ ფლოპებს. შესაბამისად, ეს ოპონენტი არის დიპსტეკი, თან სავარაუდოდ ჩვენი ან ჩვენთვის საინტერესო ოპონენტია, ანუ რეკრეაციული მოთამაშე და რავი, დიპსტეკების გათვალისწინებით შემეძლო დამეკოლა. ისე სხვა შემთხვევებში არ დავქოლავდი რა. დიპსტეკები რო არ ყოფილიყავით, ამ ხელს არ დავქოლავდი, მაგრამ დიპსტეკზე დავქოლე. ხა აქ რომ მე ჩემთვის აი ხა დავუშვათ რაღაც ჩემთვის შესაძფერისი ფლოპები დამცემოდა სიტყვაზე, დაბალი ფლოპები, თამად ვიფიქრებდი, რომ უფრო ძლიერი ვიყავი ვიდრე ჩემი ოპონენტები, იმიტომ რომ სკვიზ ბანკში ესეთ ფლოპებს ნაკლებად დაფარავდნენ ესენი. რაც შეეხება ხა ამ ფლოპზე მე დავიჭირე გაჩოტი, დავიჭირე მესამე პარა, რაც არის ჩათვალეთ არაფერი, იმიტომ რომ ოპონენტთან იქნება რაღაც ძალიან ხშირად ტუზები და უბრალოდ მაგ ტუზებზე დამატებული კიდე შეიძლება გულების ფლეშიც იყოს, რაც ვაფშე ძალიან ცუდ შანსებს მომცემს რამით საერთოდ განვითარდე და რაც უარესი თუ იქნება ჩემთვის განვითარება მანდ ხოლოდ. სამ ოპონენტზე აგრესიას აქ ვერ გავაგრძელებ. აი ეს ახლა ძალიან ესეთი ლამაზი დაბლ სუიტი რანდაუნია, მაგრამ აქ
ფორბეთი ძალიან ზედმეტია, ქოლი უპოზიციოდ ძალიან უაზრო სიტუაციაში ჩამაყენებს და ჯობია დავყარო რა. ზოგადად ეხლა მეც დამენანა ეს ხელი დასაყრელად, მაგრამ რას ვიზავთ, ესეთ სიტუაციაში უკეთესი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ რა. ანუ ქოლავ ორ ოპონენტთან მულტიპოტში იჩითების უპოზიციოდ რაღაც ისეთი ხელით მაინც რა, რომელიც მულტიპოტს მაინდა-მაინც კარგად არ თამაშობს, ზოგადად ეს რანდაუნები ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოს რომ მულტიპოტებს კარგად თამაშობს, მაგრამ არ არის ეგრე, მულტიპოტებს კარგად არ თამაშობს. ხშირად ხდება დომინაციის ქვეშ, ვიღაცა შეიძლება ყავდეს რაღაცა დამავალეტათიან, ცხრიანი, დამავალეტათიან, რვიანი რაღაც ეგეთი, რასთანაც აბსოლუტურად დომინაციის ქვეშ ხარ. მეორე შეიძლება ყავდეს ტუზები რაღაცა. ან დომინაციის ქვეშ ადვილად ხდება. ერთ-ერთი თამაშობს ძალიან მაგრად, მით უმეტეს ტუზებთან. მოედები პარას უკვე საკმარისი ექვითი გაქვს რომ სტეკზე ითამაშო. აი თითქმის ეგრე არის ტუზებთან რა. ან მოედები რაღაცა წყვილს და გაჩოც, უკვე საკმარისი მეტი ექვითი გაქვს რომ სტეკზე ითამაშო. ტრიბეტ ბანკებში მარტო პარა შეიძლება არ იყოს საკმარისი, ფორბეტ ბანკებში მარტო პარად საკმარისია და ტრიბეტ ბანკებში აი პარა და გაჩოტი, პარა და ფლეშ დრო, რავი, ნებისმიერი რაღაცა. ან აი პარა, გაჩოტი და ორი ბექდორი რო დაიჭირო, ხო სიტყვაზე. უკვე ძალიან მაგარი ხელი გაქვს. ამის დატრიბეთებას არ ამგონია რამე აზრი კონდეს, ქოლი. ვერტრო თუდი ფლოპია, ნამდვილად ნორმალური ფლოპია, ორი ბექდორი ფლეშ დრო მაქვს. აქ უბრალოდ დავქოლა, ერთი ბექდორი წამივიდა. ერთი ბექდორი წამივიდა და ვფიქრობ რომ აქ დონკი მირჩევნია რა. დონკი მირჩევნია, იმიტომ რომ ისეთი თერნია, რომელზეც ძალიან დიდი fold equity-ის გენერირება შემიძლია და შესაბამისად აქ კარტით რივერზე მოგება უფრო ნაკლებად საინტერესო ხდება ჩემთვის რა. თუ ოპონენტი დამიქოლავს კიდე მანდ ძალიან ხშირად რივერზე მოუწევს დაყრა, ან უბრალოდ რივერზე გადაუსწრებ და ეგ იქნება. ისევ აი ფსევდო რანდაუნი, რომელიც ძალიან ადრეა დასარეიზებად ჩემი აზრით. დამაცხრიანრიანი აქ ვერ დაიქოლება ვერანაირად. საერთოდ ეს დამაცხრიანრიანი, ეხლა მე რო დავატრიბეთე აქ. ვაფშე რამ ეს სტრადლი იყო და აქ ვაფშე არ შევხედე რა მოხდა რა. სტრადლი იყო და მე მეგონა პროსტა ოფენ რეის ვაკეთებდი რა, როგორც ჩანს და რეინბოუ კაროლები, რავი, ქოლით ალბათ, უბრალოდ ქოლით. ძალიან ისეთი საინტერესო ხელი მაქვს, რომელთაც ცოტა ისეთი რაღაცა შემოქმედების შესაძლებლობას იძლეოდა SND, სანამ მეორე ტუზი მოვიდოდა, იმიტომ რომ ეხლა მეგონი უკვე ველიუბეთი მაქვს, მაგრამ რას გულისხმობდი, რომ კაროლები ნაცტრიტებს ბლოკავდნენ, კაროლაგური ისა ფლეშ დროებს ბლოკავდა რაღაცა და შემეძლო რომ დავუშვათ აი ჩემზე უფრო ძლიერი ხელებისთვის რაღაცა იქ ტუზვალეთი ტუზათიანისთვის და რაღაცა კეთებისთვის ძალიან სერიოზული ზეწოლა მომეხდინა და რა თქმა უნდა ეხა ტუზის მოსვლის მერე ჯერ ერთი მასეთი ჰენდების რაოდენობა შემცირდა ოპონენტის რეინჯში და მეორეც ერთი კიდე უკვე მაგაზე ზეწოლას ვეღარ მოახდენდი სტრიტის და ფლეშის ბლოკერებით, თორსა ოპონენტს full house-ი ეჭირებოდა. მაინც 4-ვე ხელი დაკონექტებულია პირველივე პოზიციიდან შეიძლება ამის დარეიზება. ესეთი ხელები ცოტა საფრთხილოა, როცა ტუზია, უკვე ვთქვი, როცა ტუზით არის 3 ბროდვეი ქარდი ეს და მით უმეტეს თუ ace high flash draw არის, ეს უკვე საკმარისია ყველა პოზიციიდან რომ დაარეიზო, მაგრამ როცა ტუზით არ არის, მაინც პირველ პოზიციებში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მეოთხე კარტი რამენაირად მაინც დაკონექტებული იყოს რა, 7-იანი მაინც რო იყოს. 7-იანი არა რა, 8-იანი უკვე ესეთი პონტია რა, რაღაცა დაკონექტებული არის მაინც რა დანარჩენებთან და ამდენ ხალხში აქ არანაირი ველიუბეთის ილუზია არ შეიძლება გქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ წყვილი მოგდის, ტოპ წყვილი ომაჰაში არანაირად არ ნიშნავს რამეს საერთოდ. ამდენ ჩეკების მერე მაინც არ ამგონია, რომ
value bet მქონდეს აქ. უბრალოდ ბევრად ჩემზე უკეთესი ხელი აქ შეიძლება უბრალოდ შეკავდეს რაღაცა პატარა ორი წყვილი რამე, ანუ არანაირად არ არის პრობლემა რომ შეკავდეს. თუმცა ფიქრობ რომ ეხა ესეთი ფუშის წინააღმდეგ მე საკმარისი equity მაქვს და დავქოლო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ flash draw მაქვს. უბრალოდ მე არ ვფიქრობდი რომ value bet მქონდა რა. კი ბატონო, მაქვს საკმარისი მეტი equity და pro რაღაცა free roll-ივით მქონდა რა. ანუ ერთი overcard-ა მქონდა flash draw უფრო მაღალი მქონდა ვიდრე ჩემს opponents და რიგ შემთხვევებში მოვიგებდი და ძალიან ხშირად გავიყოფდი. Single suited ტუზები, ზოგადად rainbow ტუზები, ეხლა რომ ორიანის ფერი ტუს არ ემთხოვდეს, ესეთ სიტუაციაში big blind-ზე call-ია ბატონის წინააღმდეგ, ისე მაინც რომ ვიცოდეთ. Single suited ტუზები აუცილებლად ტრიბეთია, ნუ flop მოდის ისეთი, რომელიც ნუ ტუზებისთვის არის range check-ი, ნუ ტუზებისთვის არა, ზოგადად ანუ ესეთი ტრიბეთის range-ისთვის არის range check-ი რა, იგულისხმება რომ ყოველთვის ესეთი flop-ები უნდა დაჩეკო, მას შორის უნდა დაჩეკო street-ები, ძალიან ძლიერი მომნოდინე ხელები. Street flash draw-ები და რაღაც ეგეთები და check raise-ით ითამაშო. ეხლა საერთოდ არ აქვს ჩემი აზრით თამაშის გაგრძელებას. პირდაპირ დავყრი. ესეთ ფლოპზე შეიძლება hold'em-ში არ გამიგრძელებინა ტუზები არათუ ომაჰაში. Hold'im. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეული პოზიციებიდან არის ფსონები, ვფიქრობ, რომ ესეთი ძლიერი hand-ის დაყრა small blind-ზე არ იქნება გამართლებული, შესაბამისად გავაკეთებ squeeze. ხო, აქ ხა ოპონენტის სტეკიდან გამომდინარე, მე კიდე raise გაკეთება აღარ შემიძლია, არც ამას აღარ შეეძლო. შესაბამისად ვიცოდეთ, რომ ეს ოპონენტი ანუ ტუზებზე არ არის შეზღუდული. შეიძლება ტუზები ქონდეს, უბრალოდ ვერ გააკეთებდა raise ფიზიკურად. ან თამაშის წესები არ აძლევდა მაგის შესაძლებლობას. ვინაიდან ოპონენტი all-in-შია, აქ დიდი ბლეფების დატრიალებას ვფიქრობ, რომ ძალიან მინუსავი ის ექნება ეფექტი, ასე რომ უბრალოდ დავნებდეთ სამარცხვინოთ და ამით დავამთავროთ ეს დარიგება. ერთ-ერთზე ესეთი არაფრის მომცემი ფლოპი ჩანს. რა ამას დავყრი. აქ მინდა ვნახოთ უბრალოდ ამ ოპონენტებს შორის დატრიალებული დარიგება, სადაც ესეთი hand-ი ტუზების წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ დომინაციის ქვეშ იყო. რამხელა equity ქონდა უბრალოდ 40%. ძალიან ძლიერი ხელებია, მოკლედ ეს ტუზი და სამი გადამოული კარტი როგორც არის, ანუ connected ace რა, double suited connected ace. ოღონდ double suited რა, single suited არა. უბრალოდ მაღალი connected ace-ები უფრო ნაკლებად არის ძლიერი, აი სიტყვაზე ტუზ კაროლ დამა რაღაცა სიტუაცია, ტუზ ვალეტ 10-იან რაღაცა, იმიტომ რომ უფრო ნაკლებ სტრიტებს აკეთებს ვიდრე სიტყვაზე ტუზ 8-7-6-იან. რაღაც ეგეთი. მოკლედ თავიდანვე რაზეც ვილაპარაკე, ისე შეჯამების სახით თქვა ორი სიტყვა. ანუ აი hold'em-შიც რა, ანუ ეხლა Omaha სესიებს წერ და რაღაცებს ლაპარაკობ Omaha სტრატეგიაზე, ეს არნიშნავს, რომ ეს hold'em-ს არ ეხება. არის ზოგადი რაღაცეები, რაც პოკერის ყველანაირ სახეობას ეხება. მაგალითად ეგრო
ამ შემთხვევაში პრეფლოპი, ანუ უმთავრესი რაუნდი ვაჭრობის. პრეფლოპზე რომ არასწორად შედიხარ უკვე ნახონდის, უკვე მსჯელობასაც აზრი აღარ აქვს. ძალიან ხშირად თქონია ეგეთი შემთხვევა, რომ ვიღაცა დარიგებას ჩამიგდებს და ამ დარიგებაზე რას ფიქრობ რაღაცა და ერთადერთად შემიძლია უთხრა, რომ პრეფლოპზე იყავი ფოლდი, მეტი არაფერი ფიზიკურად. რა თქმა უნდა, ის მკითხავს, განსაკუთრებით აი მეგობარი თუ ვინმე რეკრეაციული მოთამაშე და რაღაც ეგეთი, მკითხავს. არა, კი გასაგებია, მაგრამ და მე მელაპარაკება და მე მეუბნები რომ ის მე რასაც ვლაპარაკობთ, აი მაგრამ და მე რასაც ვლაპარაკობთ, უკვე ეს უბრალოდ დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვა არის, რომ თავი ჩაიყენო წამგებიან სიტუაციაში და მე ეძებო ნაკლებად წამგებიანი გამოსავალი მაქედან, ანუ უბრალოდ ეგ სიტუაცია, ეგ ამოცანა უნდა ამოხსნა იმითი, რომ შენ მაგ სიტუაციაში არ უნდა შეხვიდე, არ უნდა მოხვდე მაგ სიტუაციაში და მორჩა. ძალიან ძლიერი ხელი მაქვს. იგივე ნახევარი ბანკი იქნება აქ მიზა შეწონილი. ფლეშ დროებს ბლოკავდი ტუზით და ზოგადად ძალიან დიდი ფოლდექვითი იყო მან რაც მე მაწყობდა, მაგრამ ოპონენტი შეზღუდული არ იყო კაროლებზე, ბევრი დაბლსვით კაროლები ქოლავდა მაგ სიტუაციაში და მაინც კაროლის დანახვა მაინც დიდად არ მესიამონა. ტუზათიანი 6-6-იანი ესე იზოლირებას გავაკეთებთ აქ. შესაბამისად, ანუ პრეფლოპი არის წმინდა, პრეფლოპზე უნდა იმუშაო აუცილებლად, ჰოლდებს თამაშობ, ომაჰას თუ რას თამაშობ. თავიდან, როცა კარგად არიცი, უნდა დაიწყო ძალიან ტაიტი თამაშით, რაც უეჭველად იცი მაგითი და მე ნელ-ნელა ისწავლო და გააფართო რეინჯი რა. პირიქით არ უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა. ორიანის გამო ამას ტრიბეთში არ წავიყვან და უბრალოდ დავქოლავ. ტუზები, სკვიზი. ეს არის ერთი საკითხი, მოკლედ პრეფლოპი და მეორე საკითხი არის ის, რომ პოსტლო გათამაშებებში უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. ანუ ავტომატურად არ უნდა იმოქმედო რა. შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო რაღაც სიტუაციებში. აქ, რავი, ტრიფსი მაქვს და იქნება ოპონენტმა რამე ჯიბის წყვილით გადაიხადოს, რავი, ნახოთ. ანუ ავტომატურად არ უნდა მიიღო რაღაც ქმედებები. რაღაც უხეში შეცდომები არ უნდა დაუშვა რაღაც სიტუაციაში, იმიტომ რომ მოგება გინდა. უნდა მიიღო გადაწყვეტილებები და გადაწყვეტილებების მუღამი უნდა იყოს ეგ, რომ ანუ ესეთი სიტუაცია რომ განმეორდება 1000 ჯერ და ეს უეჭველად განმეორდება, რა ქმედება იქნება გამართლებული რომ ვაკეთო, ანუ გამოდმებით. ამ წუთას ეხა ოპონენტი ბლეფობს, არ ბლეფობს, ეს ერთ საკითხია, მაგრამ ამ სიტუაციაში ზოგადად, ანუ გრძელვადიანი გაგებით, საკმარისად ხშირად ბლეფობენ და უშუალოდ ოპონენტები თუ არა, აი ეს უნდა დააყენო საკითხი და როგორც წესი არ აახოვნე პასუხი, მაგრამ მე იმას არ ვამბობ, რომ არასოდეს ბლეფკეჩერი არ უნდა ითამაშო ეგ. მაგას არ ვამბობ, მაგრამ ომაჰაში ყოველ შემთხვევაში ბლეფკეჩერებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყო და ჰოლდემში არის რაღაცა ტიპიური სიტუაციები, სადაც აცდენილ ფლეშ დროებს მაგალითად ფიშები ძალიან აქტიურად ფუშავენ, როცა უკვე პოტზე პატარა სტეკი აქვს ხოლმე რა. და რაღაც სიტუაცია როცა არ იცი, უნდა გახდეს შენთვის საფუძველი, რომ ის სიტუაცია ისწავლო რა. ეგ არის და ეგ. კიდე ანუ აი დამწყები მოთამაშეებისთვის ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ ანუ პოკერის მთელი მუღამი არის შრომა რა. სხვა მუღამი აქ არ არის. ერთ-ერთი პირველი წიგნი ვინც დაწერა პოკერში, აი სუპერ სისტემა, ესეთი გახმაურებული წიგნი და პოპულარიზაციაში ძალიან დიდი როლი ვინც ითამაშა დოილ ბრანსონი, აი მაგის სიტყვებია, რომ პოკერი არის hard work-ი რა. ძიმეს შრომა, სამუშაო. всё, მეტი არაფერი. ეგ არის და ეგ.
იქნება ეს თამაში, იქნება ეს სესიები, ყურადღებით, იქნება ეს თეორიაზე მუშაობა. უბრალოდ შრომა არის. რაც სერიოზულ ემოციურ წნეხს გულისხმობს და ან რაღაცნაირი აი რომანტიკული წარმოდგენა ძალიან გულუბრყვილო იქნებოდა რომ რაღაცნაირი რომანტიკული წარმოდგენა ქონდეს პოკერზე რა. გემბლინგთან ძალიან ცოტა საერთო აქვს რა. ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც აი ზოგადად გემბლერია, ზოგადად გემბლინგი ევასება და თან იძახის, რომ პოკერით მაგრად ევასება და რაღაცა. ესენი მხოლოდ რეკრეაციული მოთამაშეები არიან, ანუ პროფესიონალ პოკერთან არანაირი შეხება ეს ადამიანებს არ აქვთ. და ვერც ექნებათ სავარაუდოდ თუ იგივე მიდგომით ითამაშებენ. ეს ახლა რა თქმა უნდა დავს ქვიზე, ტუზები. თუ ყველა დაყრის, აქ ჩემთვის ნამდვილად იქნება ცუდი შედეგი ეს. იმდენი ტარიფულია, რომ დაჟე მეგონი მირჩევნია, რომ ყველამ დაყაროს. ნუ ფლოპი მოდის საინტერესო, მე ვიტყოდი. ოპონენტი ისევ წეგანდელივით კაროლებზე შეზღუდული არ არის, რაღაც დაბლსვით კაროლები აქვს აქ, რასაც დაქოლავდა. ორი წყვილი მაქვს მე. დაბალ სეტებს ბლოკავ მაგით. აგრესიას ყველა ვარიანტში ვაგრძელებ, აქ ალბათ ნახევარი ბანკით ისევ რა. ფლეშ დრო ბორდია, აქ ფლეშ დროებისგან შევა რეიზები, ოლინები მივიღო ჩვეულებრივად, აქ სტეკზე ვითამაშებდი რა. ეგ იყო და იმხელა პოტი იყო უკვე რომ მან ტუზებს ვეღარ დავყრიდი. რეინბოუ პოტი რო ყოფილიყო, ფლეშ დროები რო არ ყოფილიყო. მან შეიძლება პოტბეთი მეთამაშა და წნეხი მომეხდინა ისეთ ჰენდებზე, როგორიც არის რაღაც ერთი წყვილი რა, მაგალითად რაღაც რანდაუნი ქონოდა ხო, ხო 9-იან, 7-იან, 6-იანი რაღაც ეგეთი ხო, პირობითად ან რაღაც კაროლ დამავალე 9-იანი რაღაც მსგავსი ჰენდები. მაგაზე მომეხდინა წნეხი, იმიტომ რომ რეინბოუ პოტებში ეგეთ ჰენდებს შეიძლება ეთამაშოთ სტეკზე. მე ხომ ერთ ისე ვიჯელობ ჰაერზე რა, ანუ ესეთი სიტუაციები ცოტა დასამუშავებელი მაქვს. კარგი, მე მგონი ამით დავამთავრეთ დღევანდელი სესია. აბა თქვენ იცით მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. წარმატებები.